კაცრდება ამ თვალსაზრისით ეს გრამების დადგენა პირდაპირ წესით, თან გეუბნება რომ ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული აპრიორი, ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბევრი ადამიანი ციხეში მოხდება, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად როგორც გამონაკლისი ისახდებოდა და არა როგორც წესი. მართლა რა სიტყვა, რაღაც ბუჩქის გამო ვითხოვე, რომ ხალხი ციხეში იჯდეს. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, ანუ იმ გაგებით, მაგალითად სიტყვაზე რო ეთქვათ, რომ ჩვენ ფენტანილს ვებძვით, ჩვენ ვებძვით, არ ვიცი, რაღაცა ჰეროინს, იმას, ამას, რაღაცას კიდე, ჯანდაბას იფიქრებდი, რომ ტრამპს ბაძავენ, ან რაღაცას იფიქრებდი რა. ისეთ წერტილში ისაქნეს დააკონცენტრირეს ეს თავისი ინიციატივა მარიხუანაზე, რომელიც ელემენტარულად ექიმი რო ვარ გოდეს ამ ქვეყანაში და რაიმე პატიოსნების ნასახი რო კონდეს შერჩენილი, ან არ ვიცი ვინმე რა, რომელსაც ესმის ეს სიტუაცია, ეს ხო სინამდვილეში არის ზიანის შემცირების ღონისძიება. საზოგადოებისთვის, ამ ნარკოტიკებით ზოგადად მიყენებული ზიანის შემცირების ღონისძიება და ამას რო დაარტყავ, რა, მართლა ბოროტო მოქმედებაა ჩემი აზრით რა, გარდა იმისა, რომ ლეგალიზაციის, რაც მოხდა, რა ლეგალიზაცია არ იყო, მაგრამ მთელი ამ ცვლილებების ხო, რაც მოხდა, ცვლილებების შემდეგ ფაქტობრივად არ გაიზარდა მოხმარება მარიხუანასი, გაიზარდა რაღაცა 0.5% პოპულაციაში, ვინც შეხება ჰქონდა. მაგრამ ყველაზე ინტერესო იყო, რომ გაქრა ბიოს მოხმარება. უბრალოდ გაქრა. ბანალურად რამდენი ადამიანი გადარჩა, იმიტომ რომ ხალხმა დაიწყო ბიოს ნაცვლად მარიხუანას გამოყენება. ეხლა უკან ვაბრუნებთ. ეხლა ვეუბნებით, რომ აღარ შეიძლება რა ეს ყველაფერი. აჩვენენ მოსახლეობას რა დაემართება, რამდენი ადამიანი დაიხოცება ისევ ამ ბიოს გამო, რომელიც გარდაულად გაჩნდება ქვეყანაში, იმიტომ რომ შეღუდეს კანაბი. ოდნავ ადეკვატური ხარ, თუმცა დეგენერატი არ ხარ, რამე გესმის, ეს ქვეყანა ოდნავ გიყვარს. ფილმი არაფერი არ გესმის, მაგრამ ბიოს ბიზნეს კრიშავენ. ვიღაცა რო შეხედა, რომ ბიოს ბიზნეს კრიშავდეს რა, ჩვეულებრივად და უნდა ბაზრიდან განდევნოს მარიხუანა. ახლა ხო გასაგებია რომ სისტემის გარეშე არც მაშინ არ შემოდიოდა ბიო და არ დღეს არ ტრიალებს არც ერთი სხვა დრაგი, მაგრამ ჩვეულებრივად რო ეს შენ გინდოდეს, ხო ამისთვის გასატარებელი ნაბიჯია. არა, ეს არის რა ყველაზე საშიში ამ ერთპიროვნული მართლობის ამბავში, თუ რამე არის საშიში, რომ არანაირი ლაპარაკი არ გჭირდება, უბრალოდ რაღაც ხალხი ვიღაცა მოიფიქრებს, როგორ უმრავლესობა როგორ უნდა შეაშინოს, ან როგორ უნდა აღაგზნოს, ამას აკეთებს ისე რომ ერთი წამი არ ეშინია იმის, რომ ვინმე ამას სინამდვილეში გაარჩევს რა ხდება რა. რეგიონებში უკვე დაიწყეს მოსაწევზე ეზოში შესვლები და დაჭერები. ვეძებ ადვოკატს 21 წლის ბიჭისთვის, რადგან არ ყავს დამცველი. გთხოვთ პირადში მომწეროთ, თურმე შეძლებთ დახმარებას. გასცად დიდი მადლობა. უბრალოდ უკვე 21 წლის, უკვე პირველი შედეგი რომ 21 წლის ბიჭი მიყავთ ციხეში. იმ ხალხის შეკვეთით, რომელიც ამ კომენტარებში რო ის არის მართლა დეიდები ამ 21 წლის ბიჭის მშობლის ტოლა ქალები ითხოვენ ძირითადად ამ ბიჭის დაჭერას. საკუთარი შვილების, მათი შვილების მეგობრების, მე ვარავინ ამყავს სახში ნარკომანია გასაწერს ეს. ვიძახის არავის მის სახში არ გაუსინჯავს მოსაწევი, ჯერ დიდი ალბათობით სახში ატყუებენ, მაგრამ სახლის იქით რო არ აზროვნებ, რომ დანარჩენი სახლის იქით ბომბი რო აფეთქდეს არამე რო არ მეხება. სახლის იქით როგორ შეიძლება მართლა რო ახსოვდეს ეს კანონი, რამდენი ადამიანი შეიძლება ციხეში მოხდეს, ესეთი რომელიც არ გინდა რომ ციხეში მოხდეს. არა, ვერც აღსრულდება უბრალოდ ფიზიკურად მაგის ციხეს არ აქვს, მაგის უნარი რომ ამდენი ხალხი დაიკიოს. რატომ უბრალოდ ერთ-ერთი რამე თუ გქონდათ, სათქმელი რას ხოცებს ვერ შედავებოდით, ყვდი რომ ციხის პატიმრების ავდენა შევამცირეთ.